ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა, რომელიც ძირითადად ღარიბ მოსახლეობაში ვრცელდება. დაავადებულები კი საზოგადოებიდან ხშირად გარიყულნი არიან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ტუბერკულოზ ეპიდემიად მიიჩნევს და ახალი მედიკამენტების და დიაგნოსტიკური აპარატების შემუშავებისთვის $3 მილიარდი გამოყოფას გეგმავს. 1990 წლიდან დღემდე სიკვდილიანობა ტუბერკულოზისგან 50%-ით შემცირდა. თუმცა პროგრესი ამ მიმართულებით უნდა გაგრძელდეს, აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი. არ შეიძლება დღეში 4400 ადამიანი კვდებოდეს დაავადებისგან, რომელიც განკურნებადია. შემთხვევათა 90%-ში ტუბერკულოზი განკურნებადია, თუმცა არსებობს შტამები, რომლებიც სხვადასხვა მედიკამენტების მიმართ რეზისტენტულია. ასეთ პირობებში დაავადებულთა მხოლოდ 50% განიკურნება. ექიმთა ნაწილი მას ებოლას ვირუსს ადარებს. მულტირეზისტენტული ტუბერკულოზით ინფიცირება მარტივია. ის ებოლას ვირუსივითაა. ადვილად ვრცელდება არიწვეთოვანი გზით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. 2016 წლის იანვრიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იწყებს პროექტს ტუბერკულოზის აღმოსაფხრელად. პროექტში ჩართული პირები წარმატებაში დარწმუნებულნი არიან. სიკვდილიანობის 47%-ით შემცირება დიდი შრომის შედეგია. ეს ასე მარტივად არ მოხდა. თავდაუზოგავი შრომა ამის ნათელი მაგალითია. ძალისხმევა ყველა მემართულებით უნდა გავაფართოოთ. ერიკ გუსბი თვლის, რომ მსოფლიო ნელ-ნელა აღიქვავს ტუბერკულოზისგან მომავალ საფრთხეს. ამასთან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას იმედი აქვს, რომ დაავადების აღმოფხვის ძალისხმევაში მეტი მხარდაჭერა გაჩნდება. ლიკა გორგილაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.